ხალხის თვალისგან შორს, იქ სადაც ხეები ვარსკვლავებს ეჩორჩულებიან, გადაშლილი იყო ჯადოსნური ტყე. ამ უზარმაზარი ტყის გულში, ყველასგან მოშორებით, დროისგან დავიწყებული მრავალსაუკუნოვანი მუხა იდგა. მის ფესვებს შორის დამალულ, საიდუმლოებით მოცულ ღრმა სოროში კი ერთი უჩვეულო ბინადარი ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ გარეთ ზამთარი მძვინვარებდა, მის სახლში სიმყუდროვე სუფევდა. ეს იყო ჯუჯა, სახელად სუსხა. გამარჯობა, პატარებო. მე ვარ მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული და ბრძენი ჯუჯა სუსხა, ზამთრის მცველი. სოფლიოს უმაღლეს, მიუვალ მწვერვალზე, რომელიც მუდამ თეთრი ნისლითაა დაფარული, ამაყად გადმოჰყურებდა სამყაროს ლურჯი ყინულისგან ნაგები გოლიათის შენობა. ამ დიდებულ ყინულის სასახლეში ეკიდა ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი მთელ სამყაროში. ზამთრის თოვლიანი, ყინულის ზარი. ის არ იყო ოქროსი ან რკინის. ეს ზარი შექმნილი იყო წმინდა ჯადოსნური ყინულისგან და მას ბავშვების რწმენა ასაზრდოებდა. ყოველ წელს, ზუსტად შუაღამისას, სუსხა ზარისთვის უნდა შემოეკრა. მხოლოდ ამ ზარის ხმა შეეძლო გაეღო უხილავი კარი და ახალი წელი დედამიწაზე შემოეშვა. დადგა ახალი წლის ღამე. სუსხამ თავისი თეთრი წვერი შეისწორა და თქვა: როგორც იქნა, მოვიდა ეს დღეც. წარმომიდგენია, რა ბედნიერები არიან ახლა პატარები. საინტერესოა წელს, რა სათამაშოებს ინატრებენ, ან რა სურვილებს ჩაიფიქრებენ თავიანთ პატარა გულებში. სუსხამ შვიდად გაემართა სასახლისკენ, თუმცა ნანახმა მეხტაცემულივით გააშეშა. ზარი აღარ ანათებდა, მას მძიმე წვეთების ცვიოდა, ის დნებოდა. რა უბედურება! ჩაილაპარაკა ბრძენმა სუსხამ. ჯადოსნობა ქრება. სუსხამ იცოდა მიზეზი. ზარი ადამიანების გულებთან უხილავი ძაფებით იყო დაკავშირებული. ტყის პირას მდებარე სოფელში კი ბავშვებს ზღაპრების აღარ სჯეროდათ. მათ შეწყვიტეს სასწაულის ლოდინი, სურვილების ჩაფიქრება და ვარსკვლავებზე ყურება. მათი რწმენისა და სიხარულის გარეშე ზარი დადნებოდა და ახალი წელი ვეღარასოდეს მოვიდოდა. ზამთარი სამუდამოდ მოწყენილი და ნაცრისფერი დარჩებოდა. გამოსავალი მხოლოდ ერთი იყო. სუსხას სასწრაფოდ უნდა დაებრუნებინა ბავშვებისთვის რწმენა, სანამ ზარი ბოლომდე გადნებოდა. ამას ვერ შევეგუები. ახალი წელი უნდა გადარჩეს. მე დავუბრუნებ პატარებს რწმენას და მათ გულებში ჩამქრალ იმედს ხელახლა ავანთებ. მტკიცედ თქვა სუსხამ. თავისი თბილი ქურქი მოიცვა, ჯადოსნური ჯოხი აიღო და სოროდან გამოვიდა. დრო არ იცდიდა. სუსხამ ჯადოსნური ძალით ზამთრის ირმებს უხმო და სოფლისკენ მთელი სისწრაფით გაემართა, რათა დღესასწაულის გადარჩენა მოესწრო. როდესაც ირმების სოფლის მოედანზე დაეშვნენ, ირგვლივ სამარისებური სიჩუმე და სიბნელე გამეფებულიყო. ქუჩები სევდიანად გამოიყურებოდა, ჩაბნელებული სახლები კი ცივად და მდუმარედ იდგნენ, თითქოს მათში სიცოცხლე შეწყვეტილიყო. არსად ჩანდა ახალი წლის არც ერთი ნიშანწყალი. ჯადოსნური დღესასწაული ამ ადგილს თითქოს სრულიად განშორებოდა. თუ ბავშვებს გულები ასე გაუცივდათ. ჩაილაპარაკა სუსხამ, როცა თვალი გაუსწორა მიტოვებულ შიშველ ნაძვის ხეს, რომელსაც ერთი ნათურაც კი არ ამშვენებდა. ბევრი საქმე მელოდება წინ. უნდა მოვასწრო და გავანათო ეს სოფელი. გაიფიქრა სუსხამ და ჯადოქრობა დაიწყო. მან მოედანზე მდგარ ნაძვის ხეს ჯადოსნური ჯოხი მიადო და ხე მყისიერად დაბრჭყიალდა ათასობით ფერადი შუქით.
ოქროს ბურთებითა და კაშკაშა ვარსკვლავით. შემდეგ ჯუჯა ხალისიანად გაეშურა ჩაბნელებული ქუჩებისკენ. პირველ რიგში მან სახლებს შემოუარა და თავისი ჯადოსნური ძალის ერთი მოქნევით სახურავებსა და აივნებზე 1000 ფერი მოციმციმე სანათები აანთო, რომლებმაც ირგვლივ ყველაფერი გაანათეს. მხოლოდ ამის შემდეგ მიუახლოვდა ის ფანჯრებს და მინებს თავისი ხელთათმანი შეახო, სადაც მყისიერად აყვავდა ზამთრის ულამაზესი ნახატები, კრისტალივით რამჭვირვალე ყინულის გვიმრები, გაცოცხლებული თოვლის ცხოველები და თეთრი ფუმფულა ხეები. სუსხა მიცოდა, რომ რაღაც განსაკუთრებული იყო საჭირო. მან თოვლი შეაგროვა და ჯადოსნური ძერწვა დაიწყო. მის ხელში თოვლი გაცოცხლდა. ჯერ პატარა საყვარელი დათვის ბელი გაჩნდა, შემდეგ დიდებული საახალწლო ირემი. იქვე ორი ცელქი ბაჭიაც აკუნტრუშდა. ბოლოს კი ჯუჯამ ხეებზე თოვლის ჩიტები დასვა, რათა დილით ბავშვებისთვის ტკბილი სიმღერები ემღერათ. ამ დროს სასწაულმა მოქმედება დაიწყო. სახლის კარები გაიღო. ბავშვებმა, რომლებმაც კაშკაშა შუქი და მოძრაობა შენიშნეს, გარეთ გამოცვიდნენ. ნახეთ, თოვლის ირემი, ის ცოცხალია. ახტაცები ტყვიროდნენ ბავშვები. ნაცრისფერი ყოველდღიურობა უკვალოდ გაქრა. ბავშვებს თვალები აუბრჭყვიალდათ. სახეები კი ღიმილმა გაუნათა. ირგვლივ მხიალული სიცილი გაისმა. პატარებმა ციგურებით სრიალი და მორთული ქალაქით ტკბობა დაიწყეს. მათ გულებში სასწაულის რწმენა კვლავ გაღვივდა და ნამდვილი სადღესასწაულო განწყობა დაბრუნდა. სუსხამ გულით იგრძნო, რომ ბავშვების სიხარულმა ზარის ჯადოსნური ძალის აღდგენა დაიწყო. და გახარებულმა თავის ირემს მიუღო. აბა დროა შინ დავბრუნდეთ. ფიფქია, ჩვენ აქ სასწაული უკვე მოვახდინეთ. შუაღამემდე სულ ცოტა დრო რჩებოდა. ზარი ისე კაშკაშებდა, რომ სოროში დღესავით ნათელი იყო. სუსხა საზეიმოდ მივიდა ყინულის კედელთან, მოკიდა ხელი ყინულის ენას და ჯადოსნური სუფთა და კამკამა ხმა მთელ ტყეს მოედოდა სოფლამდეც მიაღწია. ძველი წელი წავიდა და ადგილი ახალს დაუთმო. სუსხა თავის სავარძელში ჩაჯდა, კმაყოფილი და ბედნიერი. ზამთარი გადარჩა და ახალი წელი დადგა, რადგან რწმენის პატარა ნაპერწკალსაც კი დიდი სასწაულის მოხდენა შეუძლია. გამოიწერე არხი და მოიწონე ვიდეო.